მეგობრებო, ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომას. გვაქვს დღის წესრიგით 4 საკითხი, გთხოვთ თანხმობას დღის წესრიგზე. მადლობა. პირველი საკითხი არის სასესხო შეთანხმება საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის პროექტ ლოგინ ჯორჯიას დამატებით დაფინანსებაზე. ბატონი გიორგი კაკაურიძე წარმოადგენს საკითხს. მოგეხსენებათ ლოგინ ჯორჯიას ნაწილში ჩვენ 2020 წელს დავიწყეთ პირველი ხელშეკრულება რაც გქონდა, რეალურად ორი ხელშეკრულება გვაქვს, ერთი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან, მეორე ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ჯამში დაახლოებით 70 მილიონი ევროს ოდენობით ჰქონდა სასესხი აღებული, თუმცა თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ბოლომდე საკმარისი ამ პროექტის დასასრულებლად არ იქნებოდა, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ კოვიდის პერიოდში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემდგომში აღარ შემცირებულა, ამიტომ გარკვეული დანაკლისი ისედაც პროგნოზირებული იყო, თუმცა დაახლოებით ახლა ჯამურად ამ პროექტის ბოლომდე გაყვანას უნდა დამატებით დაახლოებით 40 მილიონ დოლარამდე, შესაბამისად 70 მილიონი ევრო, რაც იყო ის უკვე დაკონტრაქტებულია და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს და ეკონომიკის სამინისტრომ დააყენა საკითხი დამატებით რესურსის გამოყოფის თაობაზე. ჩვენ გქონდა მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან, ამ ჯგუფშია შემოვალი მოგხსენებათ IBRD. შესაბამისად გვაქვს შეთანხმება დამატებით გამოიყოს 35 მილიონი 400,000 ევრო პროექტის დასასრულებლად. ეს ისევე როგორც წინა თანხები ეკონომიკის სამინისტროს გავლით OpenNet-ის მეშვეობით იქნება დახარჯული, შესაბამისი ტენდერების მსოფლიო ბანკის წესებით გამოცხადება ტენდერებით, ამ ტენდერების შესაბამისად მოხდება თანხების ხარჯვა, რაც შეეხება სესხის პირობებს, ეს არის 25 წლიანი სესხი, მათ შორის 10 წელი გვაქვს შეღავათიანი პერიოდი და საპროცედურო განაკვეთი დაფუძნებულია 6-იანი ევრობონდზე და ემატება მარჟა 1.8%. ეს არის ის რესურსი, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ექნება შესაძლებლობა თვითონ მაქონდეს ფართოძველოვან ინტერნეტთან და შესაბამისად ექნება ყველა ამ დასახლებას უკვე სრულად ინტერნეტიზაცია მოხდება ყველა ამ დასახლებაში. ეს არის პროექტის შინაარსი. მადლობა. კითხვები ხომ არ არის? ბატონო გიორგი, როდის დასრულდება სრულად ეს პროექტი? თვითონ სასესხის ვადა გადადის 29 წლამდე, თუ სწორად მახსოვს, გადავამოწმებ 27 წლამდე, 27 წლის ბოლომდე გადადის სასესხის ვადა და ამ თანხის ათვისებას 27 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. კარგი, მადლობა. მეგობრებო, განჯისყრაზე ვაყენებ ამ საკითხს, ვინ არის მომხრე? მადლობთ, საკითხი გადაწყვეტილია. გიორგი, დიდი მადლობა. შემდეგი საკითხი ეს არის კონვენცია დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კონვენციების დანერგვის შესახებ მრავალმხრივი კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ წარსადგენი განახლებული დათქმები და შეტყობინებები. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი მამკა ბარათაშვილი. გთხოვთ. მოგესალმებით. რატიფიკაციისთვის წარმოვიდგენთ დოკუმენტს, რომელიც უკავშირდება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას და მიზნად ისახავს მრავალმხრივი საგადასახადო კონვენციის გავრცელებას იმ ორმაგი დაბეგვრის თავიდანაცილების შეთანხმებებზე, რომლებზეც კონვენცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მრავალმხრივი საგადასახადო კონვენცია შემუშავდა დასაბეგრი ბაზისა და დაბალი გადასახადების იურისდიქციებში მოგების ხელოვნურად გადატანის აღკვეთის მიზნით. საქართველოს ამ კონვენციას მიუერთდა 2017 წლის 7 ივნისს, რატიფიცირება მოხდა 2018 წლის 28 დეკემბერს, ხოლო ძალაში შევიდა 19 წლის 1 ივლისიდან. ამჟამად კონვენცია მოქმედებს 58 ქვეყანას, მოგეხსენება ჩვენ ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება გაფორმებული და მხოლოდ 22 ქვეყანასთან არ მოქმედებს ეს კონვენცია, ის დათქმები, რომელიც ამ მრავალმხრივი ხელშეკრულებით განხორციელდა. სარატიფიკაციო დოკუმენტის მიხედვით კონვენცია გავრცელდება ამ 22 შეთანხმებაზე, მათ შორის ქვეყნებზე ავსტრია, დანია, გერმანია, შვეიცარია, პოლონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა 22 ქვეყანა სულ. დოკუმენტი ითვალისწინებს შეთანხმების ბოროტად გამოყენების აღკვეთის მექანიზმებს, კონკრეტულად შეღავათი არ გავრცელდება იმ შემოსავალზე და ტრანზაქციებზე, რომლის ძირითადი მიზანი მხოლოდ ამ შეღავათის სარგებლობაა და დავების ეფექტიანად გადაწყვეტის პროცედურებს, კონკრეტულად ქვეყნის რეზიდენტს მიეცემა უფლება მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს, თუ მიიჩნევს, რომ შეთანხმება არასწორად იქნა გამოხებული ქვეყნის მიერ. ასეთი დოკუმენტი მოგეხსენებათ საჭიროებს პარლამენტის მხარდაჭერას, მის რატიფიცირებას, გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობა. კითხვები თუ არის?
ეს ესე გასაგებად რო ახსნათ. ნიშნავს, რომ მოგების გატანა არ შეიძლება ისეთ, ასე ვთქვათ, საგადასახადო ზონაში, სადაც მოგების გადასახადი ნაკლებია და ამით სუბიექტი თავს არიდებს გადასახადის იმ რაოდენობის გადახდას, რაც თქვა საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. კი ბატონო. გამმარტავ, ესე იგი ამ კითხვაზე კი პასუხებთ. კონკრეტულად ეს როგორც თქვი, ორი ძირითადი მიზანი აქვს ამ გაფართოებას, დათქმებს, რომელიც შედის ამ ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებში, კერძოდ ერთ-ერთი მიზანი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, შეთანხმების ბოროტად გამოყენების აღკვეთის მექანიზმების შემოტანაა და ესეთი დაბალი იურისდიქციის ქვეყნებში მოგების გადახაჩვის, გადატანის აღკვეთის მექანიზმებს ემსახურება. კონკრეტულად მაგალითის დონეზე რომ განვიხილოთ, მაგალითად თუ საქართველოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება, სადაც დივიდენდის გადასახადი არის 0 და კომპანია დაარეგისტრირებს ისეთ ქვეყანაში ფორმალურად მხოლოდ ისი მუშაობის მიზნის გარეშე, მაგალითად მალტაში ან ლუქსემბურგში ან ისეთ ქვეყანაში, სადაც 22 ქვეყანაში, სადაც ჩვენ 0 გვაქვს განაკვეთი პროცენტზე და დივიდენდზე. ამ შემთხვევაში მას ხელშეკრულების მიხედვით აქვს საშუალება ეს არ დაბეგროს და დივიდენდი გაიტანოს დაუბეგრავად. ამ დათქმებით, ესე იგი, ესე ვთქვათ, ბოროტად გამოყენება იქნება აღმოფხვრილი და თუ კომპანია მხოლოდ გამტარია ის არ არის, მას რეალური ფუნქციები არ გააჩნია და ის რეალური ბიზნეს გარეშე, ფუნქციონირების ბიზნეს გარეშე და არც და მხოლოდ იმიტომ, რომ შეღავათით ისარგებლოს, ამ შეღავათით ვეღარ ისარგებლებს და ეს ამ კონვენციას საქართველოს ჯერ კიდევ 2018-ში მოაწერა ხელი და 36 ქვეყანასთან მიმართებაში ეს უკვე მოქმედებს. ეხლა შედის 22 ქვეყანასთან მიმართებაში ძალაში, თუ რა თქმა უნდა თქვენ მხარს დაუჭერთ. მადლობა განმარტებისთვის, კოლეგებო, კენჭისყრაზე ვაყენებ მეორე საკითხს, ვინ არის მომხრე? მადლობა ბატონო მამუკა. შემდეგი საკითხი ეს არის ოქმის საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მეორე ოქმის ჩანაცვლების თაობაზე, რომელიც შეეხება საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს. საკითხს წარმოადგენს ეკონომიკისა და წყალი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე. გთხოვთ. მოგესალმებით, ბატონო ნიკა, მევესალმებ პარლამენტის წევრებს. პანევრო ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის, ეგრეთ წოდებული პემის კონვენცია, წევრობა პროდუქციის პრეფერენციული წარმოშობის წესების გლობალური გამოყენების საშუალებას იძლევა. კერძოდ, ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირთან და ასევე წევრ ქვეყნებთან აქვთ მსგავსი ტიპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, აღნიშნული კონვენციის საფუძველზე მრავალმხრივ ფორმატში შეუძლიათ ისარგებლონ მსგავსი ტიპის დიაგონალური კუმულაციის მეთოდით. საქართველოს 2017 წლიდან მოგეხსენებათ არის აღნიშნული კონვენციის წევრი, შესაბამისად აღნიშნული კონვენციის ყოველი რედაქციული ცვლილების ამოქმედება ქვეყნებისთვის გარკვეული სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას მოითხოვს. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთთან დიაგონალური კუმულაცია 2021 წლის აპრილიდან ამოქმედა, აღნიშნული საშუალებას აძლევს ქართული მეწარმეებს ისარგებლონ პროდუქციის წარმოშობის კუმულაციური სქემით თურქეთთან, უკრაინასთან, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. კერძოდ ნედლი მასალების და მათი გადამუშავების უფრო დიდი და მოქნილი არეალის ფორმირებით. იმის გათვალისწინებით, რომ კონვენციაში განხორციელებულმა ყოველმა რედაქციულმა ცვლილებამ არ შეაფერხოს დიაგონალური კუმულაციით სარგებლობის პროცესი და არ შეუქმნას შეფერხებები კერძო სუბიექტებს, 2025 წლის 16 ივლისს თბილისში ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომიტეტის შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ რატიფიკაციის მიზნით. ცვლილება კი გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მეორე ოქმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას, რომელიც მითითებას აკეთებს წარმოშობის პრეფერენციული წესების კონვენციის განახლებულ რედაქციაზე, როგორც საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის წესებზე. აღნიშნული განახლების აუცილებლობა გამოიწვია 2023 წლის 7 დეკემბერს პანევრო ხმელთაშუა ზღვის კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებამ, რომლითაც ცვლილებები შევიდა კონვენციაში და ის ჩამოყალიბდა შესაბამისად ახალი რედაქციით. კონვენციის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს მოდერნიზება გაუკეთოს საქონლის წარმოშობის პრეფერენციულ წესებს კონვენციის ფარგლებში დაკავშირებულ სავაჭრო პარტნიორებს შორის, ასევე გახადოს ისინი უფრო მოქნილი და ბიზნესზე ორიენტირებული.
მაგალითისთვის, უმეტესობა სასაქონლო ჯგუფების პროდუქციისთვის წარმოშობის კრიტერიუმები არის ბევრად მოქნილი და იძლევა არჩევანის საშუალებას სასაქონლო კოდის 4-ნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმსა და 50%-იან ადვალურ კრიტერიუმებს შორის, მაშინ როცა ძველი წესების მიხედვით ხშირად პროდუქციისთვის განსაზღვრულია კომბინირებული წესი, კოდის ცვლილება და ადვალური კრიტერიუმი ერთდროულად, ან ადვალური კრიტერიუმი უფრო მკაცრი შეზღუდვით, ანუ რაც გულისხმობს, რომ 25% ან 30% გვხდება, სადაც ადგილობრივი შეგვიძლია მხოლოდ გადამუშავება გამოვიყენოთ. ცვლილება შეეხო ასევე კუმულაციის პრინციპსაც და ალტერნატიული წესები დიაგონალურ კუმულაციასთან ერთად ითვალისწინებს დამატებით ეგრეთ წოდებულ სრულ კუმულაციას, რაც იძლევა ხელშემწყობილ მხარეებს განხორციელებული გადამუშავების პროცესების შეჯამების შესაძლებლობას, ხელშეკრულებულ მხარეში განხორციელებული გადამუშავება განიხილება როგორც ექსპორტიორ მხარეში განხორციელებული პროცესი. გაიზარდა ეგრეთ წოდებული ასევე ტოლერანტობის წესის გათვალისწინებული ღირებულების ლიმიტი და 10%-ის ნაცვლად განისაზღვრა 15%. გაუქმდა საბაჟო გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვა, ეგრეთ წოდებული no drawback-ი, გარდა 50 და 33 სასაქონლო ჯგუფში კლასიფიცირებული ტექსტილის პროდუქციისა, ასევე წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი არის მხოლოდ ერთი სახის, ევრო 1 და აღარ გამოიყენება ცალკე გამოიყენებოდა აქამდე ევრო med სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 თვით ნაცვლად 4 თვისა, რომელიც აქამდე მოქმედებდა, რაც თვალსაჩინოდ ამარტივებს აღრიცხვიანობის პროცედურებსაც. კონვენციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ასევე წარმოშობის ელექტრონული სერტიფიკატების შესაძლებლობა, მხარებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და შექმნან ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გაცემას და ან ელექტრონული ფორმით წარდგენას, რაც ასევე თვისობრივად გაზრდის ფორმალობების სანდოობის დონეს და ამავე დროს შეამცირებს ხარჯებს როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. წარმოდგენილი ცვლილებები აუცილებელია, რათა შენარჩუნდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მას შემდეგ რაც უკრაინასთან განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილებები და ასევე თურქეთის რესპუბლიკასთან დიაგონალურ კუმულაციის რეჟიმში ბაზარზე წვდომა, რაც გულისხმობს წარმოების პროცესის დროს გამოყენებული მასალების მიმართ მოქნილი მოთხოვნებს და მეტი არჩევანი წარმოშობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კონვენციის ახალ რედაქციაზე მითითება უკვე გათვალისწინებულია როგორც საქართველოს ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმების პირველი ოქმით, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით. ასევე გადაწყვეტილების ამოქმედება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე, ასევე არ გამოიწვევს დამატებით ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. გადაწყვეტილება ასევე არ ითვალისწინებს ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს კანონმდებლობაში და ბოლოს მინდა შევეხო დიაგონალურ კუმულაციის სარგებლობის შედეგებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეული საფუძველზე დამზადებული პროდუქციას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით 21 წლიდან შეუძლია სარგებლობა. მაგალითისთვის თუ ევროკავშირის ბაზარზე 2021 წელს განხორციელდა 21 მილიონი $ASH ტექსტილის ნაწარმის ექსპორტი, 24 წელს ევროკავშირში ამ პოზიციის ექსპორტმა 34 მილიონ $ASH გადააჭარბა. ტექსტილის მზანაწარმის ექსპორტს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დიაგონალურ კუმულაციის პრინციპის ამოქმედებამ საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის. ანუ მანამდე თუ აქ იწარმოებოდა და შემდეგ თურქეთში გადიოდა და როგორც თურქული ისე ხდებოდა ევროკავშირის ბაზარზე, ეხლა პირდაპირ საქართველოსდან ხდება აღნიშნული პროდუქცია, რადგან დიაგონალურ კუმულაციის სქემის ნაწილია და ამ შემთხვევაში სრულად აკმაყოფილებს საქართველოში წარმოშობის კრიტერიუმს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს დაკვეთით განხორციელებული კვლევა ადასტურებს, რომ თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულის მონაწილეობით შემდგომში ევროკავშირში ექსპორტის მიზნით საქართველოში წარმოების განვითარების პოტენციალი ასევე სხვა სექტორებშიც აღნიშნულ კვლევამ გამოვიდა, რომ ავეჯის სამშენებლო პროდუქციის, პლასმასის ნაწარმის, ფოლადის ნაწარმის, ქაღალდისა და მუყაოს წარმოებები ასევე შეიძლება ისარგებლონ დიაგონალურ კუმულაციით, ისე რომ ქართული წარმოშობა და აკმაყოფილონ და მოხდნენ განთავსდეს ევროკავშირის ბაზარზე.
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და კითხვების შემთხვევაში სად ვარ გიპასუხოთ. მადლობა კოლეგებო, თუ არის კითხვები? მე მგონი აუძურავი იყო ბატონი გენოს განმარტებები. შესაბამისად ამ საკითხს ვაკეთებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? მადლობთ, საკითხი გადაწყვეტილია. მადლობა ბატონო გენო. შენ ბოლო საკითხი, ეს არის წერილ შეთანხმება 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების პროექტი, ისევ ლოგინ ჯორჯია, ოღონდ ნომერი 2 ცვლილება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გურამ გურამიშვილი. გთხოვთ. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით პატრიციულ დეპუტატებო. წარმოგიდგენთ 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერ 2 ცვლილების შეთანხმებას, როგორც ჩემმა კოლეგამ ფინანსის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ამ ეტაპზე რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ წარმოდგენილია შეთანხმების პროექტი, რომელიც ძალაში შევა ძირითადი სარატიფიკაციო პროცედურების გავლის შემდეგ. აღარ გავამახვილებ თქვენ ყურადღებას, ვინაიდან უკვე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სასესხო პირობების შესახებ. ინფორმაციის სახით მოგაწვდით, რომ აღნიშნული ცვლილებების სამსახური დოკუმენტი ასევე გამოქვეყნდება ბანკის გარე ვებგვერდზე. გთხოვთ ინფორმაციის სახით მიიღოთ და მოგცეთ თანხმობა. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ გურამ, ეს გასაგებია. ერთი კითხვა მაქვს, ანუ ჩვენ ხო ერთ და იგივე პროექტზე ვლაპარაკობთ, რაც ბატონმა გიორგიმ გამოიტანა, ხო? უბრალოდ თქვენ ანუ ცალკე ჭირდება ამას თქვენი მხრიდან ცვლილებები? კი, ცალკე ცვლილება არ არის, საკითხი ეხება ერთი და იგივე ცვლილებას, უბრალოდ ჩვენ როგორც პროექტის განმახორციელებელი ორგანო ვაინიცირებთ ამ ცვლილებას და ტექნიკურ დასაბუთებას ვახორციელებთ, ხოლო შემდგომ უშუალოდ ცეცხლს იღებს ფინანსთა სამინისტრო. გასაგებია. მე მგონი აქ კითხვები არ არის, იმიტომ რომ ეს საკითხი ისედაც განხილულია, შესაბამისად მეოთხე საკითხს ვაკეთებ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე? მადლობთ, საკითხი გადაწყვეტილია. მადლობა ბატონო გურამ. დიდი მადლობა. მეგობრებო, ამით დღის ეს რიგის საკითხები ამოიწურა. თუ რაიმე დამატებითი კითხვები ან კომენტარები არ გაქვთ, მაშინ შეგვიძლია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომა დახურულად გამოაცხადოთ. დიდი მადლობა.